ბათუმის საცხოვრებელი უძრავქონების ბაზარი კვლავ ზრდის დინამიკას ინარჩუნებს. იზრდება როგორც გაყიდვების აქტივობა, ისე ბაზრის მოცულობა და ფასები. რა ამუშავებს დღეს ბათუმის ბაზარს, ვინ ქმნის მოთხოვნას და რატომ გადაწყვიტა ბათუმში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ELT ჯგუფმა თბილისის ბაზარზე შესვლა. ამ თემებზე ჩვენი სტუმარი კომპანიის კომერციული დირექტორი ვალერი გულგენაძე გვესაუბრება. ვალერი, მოგესალმებით, მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მოდი ჩვენი საუბარი დავიწყოთ ბათუმის ბაზრის შეფასებით. როგორია ფასის და გაყიდვების ზრდის დინამიკა წინა წელთან შედარებით და რა მოლოდინები გაქვთ წლის მეორე ნახევართან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დინამიკა სტაბილურია, წინა პრინციპში დიდი ცვლილებები არ არის, მოლოდინებიც დაახლოებით იმ ფარგლებშია, რასაც 2025 წლის ბოლოს ვარაუდობდით. აბსოლუტურად სტაბილურია ფასის ზრდას, რაც შეეხება აქ ვერ იქნება ახლა ეგრეთ წოდებული ნახტომები, ეს დამოკიდებულია ბევრ სხვა გარე ფაქტორზე, ბაზარი თავისთავად ვითარდება. მიწოდებას რაც შეეხება, დავიკითხე თქვენს ტექსტში, რომ არის ნამდვილად შეიძლება იყოს რაღაც მარაგი და ნაშთები, რომელიც შეიძლება ვიღაცის ჯერ არ არის გაყიდული, თუმცა არც რაოდენობრივად და არც ფასის კომპონენტში კლება არ ყოფილა და პირიქით ჩვენ ველოდებით მატებას. ანუ ზრდადია კვლავ ბათუმის ბაზარი. დიახ, აქ თავარი არის მაინც პროდუქტი, ვინ რა პროდუქტს ქმნის, მესმის რომ შეიძლება ყველას ერთ და იგივე პოზიციები არ ქონდეს ბაზარზე, თუმცა პროდუქტი არის კრიტიკული. ვალერი, ბათუმის ბაზრის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩვენ მაინც მიწოდების სწრაფ ზრდას ხედავთ. და არის მატება გასაყიდებინების მხრივაც, იმიტომ რომ ახალი პროექტები გვემატება მომავალ წელს, სრულდება და კიდევ ახალი აქტივი გამოვა გასაყიდა და ამასობაში არის ძველი ბინები, რომელიც არ არის ათვისებული. ხომ არ ფიქრობთ, რომ ცოტა ხანში გვექნება რისკი, როცა მიწოდება მოთხოვნას აღემატება? აჭარბებს. ამ მიმართულებითაც შემიძლია ისეთი ნახევრად ხუმრობით საიმედო ინფორმაცია მოგცეთ, რომ ნებართვების რაოდენობა, რეალურად ახალ ნებართვების რაოდენობა შემცირებულია და საერთოდ ბათუმშიც, თბილისში ეს უკვე განვიხილეთ. ნამდვილად რეალურად ბაზარი მიდის გამსხვილებისკენ, ამაში ცუდი არაფერი არ არის. და ჩვენ თვლით, რომ დიახ, 2030 წლამდე არის რაღაცა ციფრი აპარტამენტების, რომელიც შედის ოპერაციებში, თუმცა როგორც პირველი კითხვის პასუხად აქაც გავაგრძელებ, რომ ძირითადი ყველაზე კრიტიკული ფაქტორი არის პროდუქტი და მომსახურება. ანუ დივერსიფიცირება ამ პროდუქტის? სპეციალური პროდუქტის შექმნა, რომელიც მორგებულია ინვესტიციაზე, სპეციალური პროდუქტის შექმნა, რომელიც მორგებულია ადამიანებისთვის დროებით საცხოვრებელის შექმნაზე. ეს არის ძალიან სპეციფიური თემა. რომელსაც ჭირდება კვლევა ვერგებით, ანუ სისტემატურად ვერგებით, პროდუქტ შინაარსში ყოველწლიურად ფაქტიურად ხორციელდება ცვლილებები და ასევე მეორე კრიტიკული ფაქტორი არის ამ ქონების მართვა, იმიტომ რომ იცით, რომ თქვენს აღნიშნეთ ბათუმში 80%-ზე მეტი რეალურად არარეზიდენტი მესაკუთრეა, რომელსაც სხვა განწყობა არც ქონია, პირდაპირ მათი განწყობა და გადაწყვეტილების მიღების ყველაზე დიდი ფაქტორი იყო მათი აპარტამენტების სრულყოფილი მართვა. ვინ როგორ შესთავაზებს, აქაც კონკურენციაში ვარ ჩვენ ერთმანეთთან, ვეჯიბრებით, კარგი გაგებით და შეჯიბრებითობა მოიტანს იმას, რომ ვიღაცები დარჩებიან გამარჯვებული, ვიღაცები დარჩებიან დამარცხებული. თუმცა მე არ ვთვლი, რომ ადამიანებმა, რომლებმაც 2-3 წლის წინ პირობითად ქონება შეიძინეს ბათუმში, ისინი ფასში იზარალებენ, ეს ვერ მოხდება ფიზიკურად, იმიტომ რომ გაიაფება ბუნებრივად წარმოუდგენელია უკვე ქონების. რაც შეეხება თქვენ ნახსენებ ეგრეთ წოდებულ გაქირავებიდან მისაღებ შემოსავლებს, აქ ნამდვილად იქნება განსხვავებები იმ კომპანიებს შორის, ვინც უკეთ და ვინც ცოტა ნაკლებ კარგად მართავს, ანუ მათთვის მინდობილ ქონებას. მოდი ვალერი, აქ ჩაგეძიებით, რეალურად რა განაპირობებს ბათუმის ბაზარზე წარმატებულ გაყიდვებს? ეს არის საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორები, რომლებიც კომპანიებს შემოყავთ, ეს არის დაპირება მაღალ უკუგებაზე, გადახდის მოქნილი პირობები თუ პატარა, ესე ვთქვათ, ფართის აპარტამენტები, რომლებიც სრულად გარემონტებული და ავეჯით მოწყობილია. რა არის მთავარი კრიტერიუმი, რითიც ბათუმში დღეს ესე ვთქვათ მოთხოვნა კვლავ მაღალია? ძალიან სწორი და კარგი აქცენტები გააკეთეთ. რომ დავიწყოთ პირველიდან ნამდვილად საერთაშორისო ბრენდების გლობალური სახელების შემოყვანა ძალიან დიდი ფაქტორია.
ამ ბრენდ ჩვენ სამწუხაროდ არ აქვს ჯერ ისეთი ცნობადობა ჩვენთვის ამიზნე ბაზრებზე, როგორც ტურისტულ დესტინაციებს და ამიტომ ამ ბრენდებს აქვს ძალიან დიდი წონა მათ მოყვებიან ეგრეთ წოდებული ინვესტორები და ტურისტები. აბსოლუტურად. რაც შეეხება მეორე ფაქტორს, თქვენ ასევე ახსენეთ ზომები, მაგალითად პატარა აპარტამენტი. ეს პატარა აპარტამენტების პერიოდი დასრულებულია რეალურად. დღესდღეობით თქვენ წარმოიდგინეთ მუსირებს აზრი რომ ზედმეტი მიწოდებაა ბათუმში და მე გეტყვით რომ დანამდვილებით ფაქტებზე დაყრდნობით რომ დეფიციტია საძინებლიანი ბინების. საძინებლიანი ბინების, რომელსაც დამოუკიდებელი საძინებლები. აი, აქ გონია რომ ერთი კარგი განმარტება შეგვიძლია გავაკეთოთ. რახან აღარ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზომა, რომელიც ჯიბეს ერგებოდა, ესე რომ თქვა, მომხმარებლის გამოდის, რომ ხელმისაწვდომს ხდით გადახდის პირობებს. აბსოლუტურად. რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ უფრო მეტად უყურებთ, თქვა, ყოველთვიურად რამდენი შემოტანა შეუძლია მომხმარებელს და არა მთლიან ეგრეთ წოდებულ ჩეკს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გებით მოთხოვნა, თუმცა ესეც ძალიან სეგმენტირებულია. ჩვენ შემთხვევაში ხა ჩვენი ძირითადი ნაწილი ჩვენ კიდევ უფრო მაღალი წილი გვაქვს, ანუ არარეზიდენტების როგორც თბილისში, ისე ბათუმში, სხვებთან შედარებით. ბაზრები ძალიან სეგმენტირებულია. ერთ და იგივე შეთავაზებით ფაქტობრივად ვერ გახვალ, თუნდაც აზიურ, შუა აზიურ, სამხრეთ აზიურ, ან ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე. ყველგან მუშაობს სპეციალური წინადადებები, ეგრეთ წოდებული მორგებული წინადადებები. ეს არ არის მხოლოდ შიდა განმადება, აქ ბევრი ფაქტორია, ბევრი კომპონენტია, იგივე წინასწარი შენატანი, რომელიც ძალიან ტკივნეული ფაქტორია. უკუგება არის ყველაზე ამოცანა, ანუ ადამიანების, იმიტომ ვახსენე, რომ ჩვენთან კიდევ უფრო მაღალია წილი ამ არარეზიდენტი ადამიანების. და მათი ერთადერთი მიზანი არის რეალურად კარგი ინვესტიციების გაკეთება. ვინ არიან მომხმარებლები? გასაგებია რომ ბათუმში ძირითადი წილი ეს არიან უცხოელი მყიდველები. საინტერესოა რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ყველაზე აქტიურები ბათუმის შემთხვევაში და რამდენად განსხვავდება მათი მოთხოვნა ადგილობრივი მყიდველებისგან? ადგილობრივი მყიდველები ასევე სასიამოვნოდ ვამბობ ამას, რომ ძალიან ბოლო წლების განმავლობაში ძალიან იხვეწება. ჩვენ ეხა კითხვის კონტექსტი რეალურად შეიძლება 2 წლის წინ ისე გაგებულიყო, რომ ვიღაცას უკეთესი, ანუ უფრო რთული კომპლექსური მოთხოვნები აქვს და ადგილობრივ მომხმარებელს რაღაცა ნაკლებითაც ვაკმაყოფილებს და აბსოლუტურად არ არის ეგრე. ადგილობრივ მაცხოვრებლები ყიდულობენ საინვესტიციო თუ საცხოვრებლად? ორი. ჩვენ შემთხვევაში რეალურად თუ ქართულ სეგმენტს ავიღებთ, რეალურად 50-50-ზე გვყავს. ანუ ადამიანები, ვინ ჩვენთან მუდმივად ცხოვრობენ, ადამიანები, რომლებიც პერიოდულად ჩამოდიან და დანარჩენი პერიოდი მართველი კომპანიები ახორციელებენ მათი აქტივების მართვას. და რომელი ქვეყნის მყიდველები ყავთ ძირითადად უცხოელებს? კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ აღვნიშნო, რომ 67 ქვეყნის პასპორტი გვაქვს ჩვენ ბაზაში. ანუ ერთეულის გამოყოფა კონკრეტულად ნამდვილად არ შემიძლია და არა იმიტომ, რომ არ მინდა. რეალურად არ არის ეგრე, მე შემიძლია დავასახელო ტოპ 5 მიმართულება პირობითად, რომელიც ჩვენთან ყველაზე მსხვილი შემსყიდველია. ეს არის რა თქმა უნდა ესეთი ქვეყნები, ჯამურად აღებული. ეს იყო უბრალოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ალბათ ისრაელიც. ისრაელის თავისთავად ახლო აღმოსავლეთში გავყავს ჩვენ ისრაელი, თუმცა რეალურად ბოლო 2 წლის დაკვირვებით ძალიან გავზარდეთ ეგრეთ წოდებული ცენტრალური და სამხრეთ აზიის სეგმენტი და ასევე ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის. პრაქტიკულად 200%-იანი ზრდა გვქონდა ბოლო წელს ჩრდილოეთ ევროპაში და დასავლეთ ევროპაში. იგივე მონაცემები გვაქვს პრაქტიკულად სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაშიც. საინტერესოა რა განაპირობებს ხოლმე ევროპის, ესე ვთქვათ, ევროპელ მყიდველს რა ინტერესი აქვს ბათუმის ბაზარზე? ანუ ფასი, დაბალი ფასი არის ეს მთავარი კომპონენტი, რის გამოც ბათუმში ზრდის პოტენციალი, დაბალი ფასი თავისთავად ვადარებთ რეგიონის სხვა ქვეყნებს. რატო არის ქვეყნებიც და მათ აქვთ მათი მოცემულობა, ხო, მათი ბაზარი, სადაც რეალური ზრდა პრაქტიკულად ნულთან გათანაბრებულია. და რატომაც არა, აქ ფასი თავისთავად ღირებულებას არ ქმნის ცალკე აღებული. ზრდის პერსპექტივა, გაცილებით დიდი ინტერესია მათთვის, ვიდრე ერთეული ფასი შეიძლება ჩვენზე იაფიღოს ბევრი ადგილი.
მაგრამ რეალურად განვითარების ტემპი და ის მონაცემები და ის დაპირებები, რომელიც არის გაცემული, ამ ადამიანებს აპროვოცირებს, რომ მიიღონ ესეთი გადაწყვეტილება. აქვე ჩაგეძიები, დაპირებები ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენად მართლდება ეს დაპირებები, ანუ რამდენად გადავიდა უკვე პროექტი იმ ეტაპზე, როდესაც გაცემული დაპირებები შესრულდა და მომხმარებელი კმაყოფილია. რეალურად ამ შეჯიბრებითობამ მოიტანა ის, რომ არის ნამდვილად პრობლემა ბათუმში განსაკუთრებით, თბილისთან შედარებით, არალოგიკური, არაჯანსაღი დაპირებების, ამაში არ უნდა შევყვეთ ერთმანეთს, თუმცა ადამიანები ძალიან მარტივად სწავლობენ. ვერ წარმოიდგენთ ისეთ მოკლე დროში სწავლობენ ადამიანები ლოგიკის და ჯანსაღი ეკონომიკის ფარგლებს. აი სწორედ შეფასებას. კი, რა თქმა უნდა, არის კატეგორია, ვინც შეცდომას უშვებს და რაღაც შეიძლება არასწორ დაპირებას აყვეს და ბუნებრივია რომ არის, თუმცა ძალიან ადვილად და მოკლე დროში ითვისებენ თვითონ ბაზარს და ბაზრის მოცემულობას. თუ ელემენტარული მოცემულობა შენთვის ცნობილია, მაშინ არ შეგეშლება. და ბუნებრივად არ გაყვები ეგეთ დაპირებას. ვალერი, თქვენ ხართ კომპანია, რომელმაც ბათუმზე ოპერირების მერე გადაწყვიტა თბილისში შემოსვლა, დაიწყეთ მასშტაბური პროექტი. ძალიან საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის და ბათუმის მყიდველების პროფილი განსხვავდება და мотиваციაზეც ვილაპარაკეთ, განსხვავებულია. სტანდარტებზე არ არის საუბარი, мотиваცია და მიზნობრიობა. საინტერესოა, როგორ განსხვავდება თქვენი გაყიდვების სტრატეგია? ბათუმში სტრატეგია ალბათ ადაპტირდა ან სრულიად შეიცვალა, როცა თბილისის ბაზარს დაუმიზნეთ. და აი ეს განსხვავებები პროდუქტის შემუშავების დროს, კომუნიკაციის, სტრატეგიის გაწერის დროს, გაყიდვების არხების შერჩევის დროს, აი სად იწყება ეს განსხვავებები და რით არის საბოლოო ჯამში განპირობებული? განსხვავებები ნამდვილად თვალსაჩემია. ჩვენ ვთქვათ ვეცადეთ, რომ ჩვენ შემთხვევაში დიდი არ ყოფილიყო ეს განსხვავებები. ჩვენ პროექტი, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით მიმდინარეა, ესპანური კვარტალი, პლუს ანონსია ჩათვალეთ წლის ბოლომდე 2 ახალი პროექტი ჩაეშვება ჩვენი დედაქალაქში, დიახ. ეს პროექტები ჩვენ არასოდეს არ ვაკეთებთ, პრინციპში არც ერთ პროექტს არ ვაკეთებთ საერთაშორისო პარტნიორების გარეშე. ეს არის ყველა შერეული ფუნქციის კომპლექსები. რეალურად ჩვენი ბათუმის ინვესტორები და ის ინვესტორები, ვის мотиваციას თქვენ აღნიშნეთ, შემოვიყვანეთ თბილისშიც, მათ არ იცოდნენ რეალურად თბილისი, თუმცა ციფრები დამაიმედებელია, მათი მოლოდინებიც ძალიან პოზიტიურია და ჩვენს იმედი გვაქვს რომ გაამართლებს რაც ვაკეთებთ აქაც პროდუქტის განსხვავებაზეა საუბარი ჩვენ ფიზიკურად არ შევდივართ კონკურენციაში თბილისში იმ კომპანიებთან ვინც აშენებს ბიუჯეტურ საცხოვრებელ სახლებს ჩვენ თბილისის პროექტში შემიძლია გითხრათ რომ 65% არარეზიდენტია რომელიც თბილისისთვის ნორმალურ ციფრად არ ითვლება იმიტომ რომ ამხელა პროპორცია ვერ გექნება როცა მუდმივ მაცხოვრებელზე ყიდი ჩვენ შემთხვევაში კომპლექსები იმიტომ რომ შერეული ფუნქციის არის სასტუმროთი თავის აპარტამენტებით პლუს იმ საერთო ინფრასტრუქტურით რომელსაც რეალურად საცხოვრებელი კომპლექსიც იყენებს ამან მოახდინა დააყენა ის შედეგი რომ საცხოვრებელ ბლოკშიც კი რომელშიც გათვლილია რომ ადამიანები მუდმივად უნდა იცხოვრონ იქაც კი დაახლოებით 20-30% არარეზიდენტია საინტერესო მონაცემია და გვაინტერესებს თქვენი შეფასება ზოგადად თბილისის ბაზრის, როგორ აფასებთ თბილისის ბაზრის პოტენციალს და რომელ ლოკაციებზე იგეგმება თქვენი ახალი პროექტები თუ საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა. საიდუმლო უკვე აღარ არის დაანონსებულია პირველი ჩვენი პროექტი ELT Signature, რომელიც ფანტასტიკური დიზაინის იქნება, მალე იხილავთ, ჩვენი ამერიკელი კოლეგები მუშაობენ მის დიზაინზე. არის მარცხენა სანაპიროზე და პრაქტიკულად აგვისტოს მეორე ნახევრიდან ჩვენ დავიწყეთ პრისეილებს და გამოვაცხადებთ ანუ პროექტის გახსნას. რაც შეეხება მეორე უფრო მსხვილ პროექტს, ეს არის დიღმის ეგრეთ წოდებული ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია. იქ პრაქტიკულად შერეული ტიპის დასახლება შენდება, ასევე გაცილებით დიდი ზომის მოცულობის მიწა არის და ჩვენ შესაბამისი პროექტი წარვადგინეთ შერეული ფუნქციის, საცხოვრებელი, საინვესტიციო, სასტუმრო, გასართობი, ძალიან დიდი საოფისე და კომერციული ზონებით. მასშტაბები ძალიან სხვადასხვა ამ ორი პროექტის, თუმცა წლის ბოლომდე ორივე გაიშვება. საინტერესო სურათია, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა დისკუსიისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ერთხელ განვიხილავთ უკვე მომავალ პროექტებს ჩვენს ეთერში.